მოგესალმებით მეგობრებო, გავაგრძელოთ ჩვენი საუბრები სარწმუნოების თემაზე, ანუ ზოგადად ისეთ პოლემიკურ საკითხებზე, რომელიც არის წამოჭრილი სარწმუნოებაზე, ზოგადად თემები, რომლებზეც არ არის საუბარი და არ არის გარჩევები, ანუ არ ინტერესდებიან ადამიანები ამ თემებით, ბიბლიური საკითხებით, ცხოვრებისეული საკითხებით. თუ დაკვირებული ხართ თქვენ სულ აბსოლუტურად სულ ადამიანი გადამტერებული არის სიკეთეზე, სიწერფელეზე და სიყვარულზე. სიკეთე, სიწერფელე და სიყვარული. ეს სამი ფუნდამენტი, რაც ადამიანს აძლევს ცხოვრებისეული სიცოცხლის წყურვილს და ამხიარულებს ადამიანის ყოფა ცხოვრებას, ანუ გიმარტივებს ცხოვრებას და სამყარო უკეთესი ხდება შენთვის. და ვიცი სურვილი არის, რომ სამყარო გახადოს ჯოჯოხეთი ადამიანებისთვის. ეს არის ეშმაკის სურვილი, რადგანაც მისი მასა ხელმწიფება გადაცემული მთელი სოფლის ღმერთად არის მოხსენებული. და ებრძვის ადამიანებს, რომ ეს ღმერთის შექმნილი, მარადიულად შექმნილი დედამიწა, რომელიც ღმერთმა მარადიულად დააფუძნა, გახადოს გაუსაძლისი და ჯოჯოხეთად უქციოს აქ ცხოვრება, რომ ადამიანმა ინაწილოს სიკვდილი იმის მაგირად, რომ ღმერთმა შეუქმნა ცხოვრების პირობა აქ, რომ სიცოცხლისათვის უღირდეს აქ ცხოვრება. ანუ ხვდებით, არის თქმა სურს. ღმერთმა აქ იმიტომ შექმნა ჩვენ საცხოვრებლად, რომ ჩვენ გვეხარ ამ ყველაფრით, დამტკბარი იყავით მისი საოცრებებით, რაც მან მოიმოქმედა თავისი მარჯვენით და შეგვიქმნა ჩვენი დედამიწა ადამიანებს და მოგწვა ბატონპატრონობა ყველაფერზე. და ეშმაკი ცდილობს, რომ ეს ცხოვრება, რასაც ჩვენ ვხედავთ, არაობად გვიქციოს და დიდ შეცდომად. აი, რა საინტერესო რაღაცა უყურეთ ხალხო, თუ დავაკვირდებით ჩვენ რისთვის ვართ მოსულები, ან რისთვის ვკვდებით. მაშინ ჩვენში იღვიძებს უკვე გრძნობა ნიჰილიზმის, ანუ მომავლის უიმედობის. რა აზრი აქვს? დღეს თუ არსებობ, თუ ოდესღაც უნდა მოკვდე და არ ვიცი სად მივდივარ, და ზუსტად არ ვიცი რომ სიკვდილი ბოროტება. იწყება უკვე საკუთარ თავში ჩაკეტვა, დეპრესია და ჰალუცინაცია, ანუ შენ ჭირდება რაღაცის რწმენა, რომ იმ რწმენით შენ დაიმშვიდო თავი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამასობაში ყველაფერი კარგად კი არ იქნება. ყველაფერი კარგად ახლა არის უკვე შენში, თუ კი შენში არის სასუფეველი. შენში ნახე სასუფეველი. სასუფეველი არ არის შენს გარეთ. არამედ სასუფეველი არის შენში შიგნით. ეს ნიშნავს იმას, რომ სასუფეველის მდგომარეობა, სასუფეველის გაგება ეს არის სულიერი მდგომარეობა, რომელსაც ადამიანი აღწევს საკუთარ თავში ღვთის სულის აღმოჩენით. ამიტომ არის ხოლმე საუბარი სულიწმინდა შენში, ანუ ქრისტემ სულიწმინდა მოგწვა, რომელიც მარადიულად ჩვენში არის. დღეს არის ხარება, მეგობრებო, ეს არის დღე, როდესაც კაცობრიობამ, ქალის სახით, ანუ კაცობრიობის დედამ, ქალმა, სიცოცხლის დედამ, რომლის მეშვეობითაც კაცობრიობა გამრავლდა სამყაროში, სიცოცხლის დედამ, ჩვენმა ხორციელმა დედამ და მშობელმა დედამ, ევამ შესწოდა და მარიამის სახით პირველი მორჩილება გამოვლინდა ამდენი ხნის განმავლობაში ღმერთისადმი. ანუ ეს არის ხარება, ხარება არის დასტური ქალის მიერ ღვთისთვის მოცემული ნების შესასრულებლად. და იყოს შენი ნებისამებრ, ხო, როგორც მარიამი მიმართავს, მე არ ვიციო, მამაკაციო. არ ვიციო და იყოს ნება უზენაესის, მეყავ მე ესე ნებისაებ შენის, ან აღამხევარი შენ. ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ ოდესღაც თუ ევამ მიიღო ურჩობის გადაწყვეტილება უზენაესისადმი,
და გადადგა ის ნაბიჯი გაუაზრებლად, იმიტომ რომ მან ნამდვილად არ იცოდა რა არის სიკვდილი და როდესაც გაიგო ქალმა რა დაკარგა გველს რომ დაუჯერა, ტრობა ჩამოუგდა უზენაესმა გველს ნაშიერსა და ქალის ნაშიერს შორის. და ეს ტრობა არის ზუსტად სიკეთის ბრძოლა მთელი ცხოვრების განმავლობაში და პირველი ცოდვის ნაყოფი იყო ძმების მკვლელობა. კაინს თავში არ დასიზმრებია ძმის მოკლა. ეს გველის ჩაფიქრებული იყო. ის გველის მტრობა სხვა კი არაფერი არ არის. გველის მტრობა არის ზუსტად იდეოლოგია. იდეოლოგიური ბრძოლა არის აქ. რატო უნდა მოკლა ჩემი სისხლხორცი, ჩემი ღვიძლი ძმა? კითხვა ხო ისმება რა? იმის გამო რომ ღმერთმა იმის შეიწირა და ჩემი არა? განა მე ჩემი ძმისთვის ყველაფერი კარგი არ მინდა? ხვდებით ხო რაზეა საუბარი? ანუ რა შუაში აქა იმის შეიწირა და ჩემი არა და მოდი მოკლა. ეს არის გველის ჩანაფიქრი, ანუ გველის ცნობიერება არის რომ შეგაძულოს ადამიანი იმდენი ისაუბროს მასზე რომ შეგაძულოს. უჩიჩინა რა, ეხლა მე გაწერე ბიბლიაში ზუსტად კაინს რეები ელაპარაკა. გველმა, გველიც ხო ცნობიერია, ანუ გველი ხო ბრძენია, როგორც წერია, ყველაზე ბრძენი იყო იქ. ყველაზე ცბიერი კი არ წერია, ყველაზე როგორ გითხრა, დახვეწილი იყო, ყველაზე გონიერი არსება იყო. ასე წერია ებრაულში იყო, გონიერი არსება იყო. ვისაც კვამეტი მოეკითხებოდა ცბიერებაში, ანუ შეცბუნებაში. აი ეგეთი რაღაცები ხუმრობასავით ჯამჭრელი რაღაცეებს. ანუ ადამი და ევაზე ბრძენი გამოდგა გველი, თქვენ წარმოვიდგინეთ. 60-სეული გველი, რომელიც არის ადამიანის ის ღმერთის შექმნილი ეგეც. ასე რომ გველმაც ისეთი რაღაც გააკეთა, რომ არც კი მოელოდა შედეგებს თუ ასე დაისჯებოდა, რომ მიწაზე ხოხვით დაისჯებოდა. და ვერც კი წარმოვიდგენა თუ ქალით კიბით გააშენდა, ასეთი შედეგები მოყვებოდა ამ ყველაფერს. ნუ მოკლედ ხარება დღეს გადაწყდა, რომ ქალი დაიმორჩილოს უზენაესის ნება და გააქარწყლოს ევას მიერ შემოტანილი წყევლა სამყაროში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. მარიამ შეეძლო უარი ეთქვა ამ განაცხადზე და არ აღსრულებულიყო უზენაესის ნება, თუ ეს არ სურდა მარიამს. ეს იმას ანიშნავს, რომ მარიამი უზენაესი მაღლა დგას, არა მეგობრებო. თავისუფალი ნება ხო მისცა ღმერთმა ადამიანებს ისევე როგორც ედემში ყოფნის დროს, რომ მე გეუბნები თქვენ არ ჭამოთ, ესე იგი გაძლევს უფლებას რომ შეჭამო. აი ამ თემაზე მინდა დღეს მისაუბრა და დავიწყებ ხაბარი. შორსო მახარ წავიდე. როცა ვინმე არჩევანის საშუალებას გთავაზობს, ზუსტად მაშინ კარგავ თავისუფალ ნებას. რადგან შენ არ ირჩევ იმას, რაც გსურს, არამედ აკეთებ არჩევანს იმისა, რაც სხვამ შემოგთავაზა. რომელიც არ არის შენი პროექტი. ეხლა აი ცოტა რომ გავამარტივოთ რა. შენ ისეთ რაღაცას მთავაზობ, მიკრძალავ, რისი არსის გაგებაშიც არა ვარ. მე არ ვიცი რა არის ეს ხე, მე არ ვიცი ამ ხის ნაყოფის ჭამისგან გამოწეული სიკვდილი რა არის. ჩემთვის ეს ბოროტია, კეთილია, მე არ ვიცი რა არის ბოროტება. მე არ ვიცი რომ სიკვდილი ბოროტება. იმიტომ რომ არ ვიცი რა არის სიკვდილი. არ ვიცი რომ შიშველი ვარ. საიდან გავიგებ რომ შიშველი ვარ? ანუ ესე იგი რა ხდება? რა იწევს ცნობიერების მოყარეობის გაყოლა ადამიანში? ანუ რა იწევს უკვე რა შედეგებამდე მიიყვანა ჩვენი დედმამა, ანუ ჩვენი მშობლები, ადამ და ევა, ამ ცნობიერების მოყარეობა. ანუ რა შედეგამდე მიიყვანა? დააკარგვინა კავშირი უზენაესთან. არ ვიცი ჩვენ კიდე რა კავშირი იყო. ისინი თავს შიშვლებად არ გრძნობდნენ. რა კავშირი იყო ასეთი, რომ მათ თავი შიშვლებად არ მიაჩნდათ. და რატო უნდა გონებოდათ, რომ ისინი არ იყვნენ ღმერთები, თუ კი ღმერთმა ისინი თავის მსგავსად და ხათაც შექმნა. განან დავიჯერო გველმა უფრო მეტი იცოდა, ვიდრე უზენაესმა შემოქმედა. და ადამმა და ევამ ეგ არ იცოდნენ, რომ გველი უზენაესის ქმნილებაა და გველმა იმდენი არ იცის, რაც უზენაესმა იცის და უზენაესი ადამიანს დაუმალავდა რაღაცას და გველს გაუმხელდა და ადამმა გველი თავის თავზე მაღლა დააყენა. აი წარმოიდგინე ამ ხელა დანაშაული დაუშვეს ადამ და ევამ და კიდევ ვერათ უცნობიერებენ, რომ ამ გველმა ასე გააცუცურაკა. დააჯერა რომ უზენაესი მეტი ესმოდა. დააჯერა რომ ისინი არ მოკვდებოდნენ თუ შეჭამდნენ.
და დააჯერა რომ ღმერთს თურმე მათ რამე დააკლო ღმერთმა და შეშურდა ღმერთს თავისი ქმნილების და რაღაცა სისულელე და მაგიტო აუგრძელა რომ არ გამختარიყო ისინი ღმერთები. ანუ ეჭვით ათესა. ეჭვით კი არ დათესა, ანუ ისეთი რაღაცები დაპყრობა შეაძულა ღმერთი. მათ. ესე იგი ღმერთი გამოიყვანა რაღაცა დესპოტი, საიდუმლოებების დამბალავი, რომელიც გიგწელავს და არ გეუნება რატო გიგწელავ? უბრალოდ გეუნება თუ შეჭამ მოკვდები. ანუ მე ცუც არ გეუნები, მე გაფრთხილებ. არ ჭამოთ ეგ იმას ანიშნავს რომ არ შეჭამ. მაგრამ თუ შეჭამ, იცოდეთ მოკვდებით. ანუ ის არ უთქვია რომ არ ჭამოთ და ვსო დამთავრდა არ გაიკაროთ, არა თუ შეჭამთ, ანუ თქვენ თუ გადაწყვიტოთ მაინც რომ ჩემინების ნამდვილად წახვიდეთ, მოკვდებით. მაგრამ არ ეუნება რა არის სიკვდილი. ადამიანმა არ იციან რა არის სიკვდილი. რა თქმა უნდა, ცდუნების საფრთხე დიდი იყო. ზუსტად ეს იცოდა უზენაესმაც. ამიტომ ისინი დატოვა ნებელობის არჩევანის წინაშე, რადგან გულების მცდელი რას ქვია, უყურე რატო ჩავაგდებ ადამიანს ისეთი დილემის წინაშე, როდესაც ვიცი რომ ისინი უეჭველი დაიღუპებიან. ანუ ეხლა როგორ რაღაცა იცი? შინაგანად ადამიანში ბუნებაში დევს უყლია თუ გადახტება, სიმაგრიდან თუ გადახტება, დაილეწება და მოკვდება. ხო, მაგრამ არ იცის სიკვდილის მერე რა ხდება. არ იცის რომ სიკვდილი ტკივილი ან ბოროტებაა, ხო? ანალოგიურად, როდესაც ადამიანი თავის მოკლას აპირებს, ან ყველიდან რომ გადახტეს, ის საერთოდ არ ფიქრობს შედეგებზე რა მოუვა. მან არ იცის საერთოდ. და ჩვენც არ ვიცით არა, დამიჯერე რომ არც ერთ ადამიანმა არ ვიცით რა არის სიკვდილი. და ეს სიკეთეა თუ არა ბოროტებაა ჩვენთვის, ეგა ჩვენც არ ვიცით. აი, ადამი და ევას მდგომარეობაში ვართ ეხლა ჩვენ. ჩვენ რა ვიცით რომ სიცოცხლე კარგია. ჩვენ რა ვიცით რომ რასაც ეს ყველაფერს ხედავთ, ეს კარგია ჩვენთვის და ეს ტყუილი არ არის. იმიტომ რომ არაფერია მარადიული, ხო? ბალახივით არის, ამოვაჩავა, კლიმატის ცვლილება და ამოტყფობა და ჭირი და ვარამარი უფრო მეტია. ამ 70-80 წლის განმავლობაში, ასე ჩვენი სიცოცხლე არის დაბადებიდან სიკვდილამდე და ჩვენ არ ვიცით სიკვდილის მერე რა ხდება და ვინ ვართ საერთოდ. ჩვენი დანიშნულება ამ ქვეყანაზე არ ვიცით. თუ სიკეთეს და ბოროტების ჭიდილიც, ბოროტებას და სიკეთეს არ არსებობს. ეს ყოველი კონცეფცია, რომელიც შენში არის, ანუ პლუს მინუს დადებით და ქმნის იმას, რომ სიკეთე ბოროტების გარშე არსებობს, ბოროტება სიკეთის გარშე არსებობს. და ორივე ერთმანეთის გარშე არსებობს და არც სიკეთე არსებობს და არც ბოროტება არსებობს. ანუ ღმერთი არც კეთილია და არც ბოროტი არ არის, უბრალოდ არის. და საბოლოოდ ბოროტებაც არ არის, არ არსებობს. იმიტომ რომ სიკეთე თუ არ არსებობს, ბოროტება ვერანაირად ვერ არსებობს. სიკეთის ხარჯი არსებობს ბოროტება. საინტერესოა, ხო? ბოროტებამ თუ სიკეთე არ დაჩაგრა, ის ბოროტება აღარ არის. ასე რომ თუ სიკეთე არ არსებობს, რომელსაც ბოროტება ჩაგრავს, ის ბოროტება თავისთავად არსებობას კარგავს. ანუ ბოროტებამ რო იარსებოს, ამისათვის უნდა იყოს სიკეთე, რომ ის მარადიულად ჩაგრავდეს მას. ანუ მოწინააღმდეგობა, წინაღობა, რა თუ არ არსებობს წინაღობა და ჯანყი, არ არსებობს სიკეთე. სიკეთის მიზეზი, თუ არ არსებობს სიკეთის მიზეზი, ვინც აძლევს ჯანყის მიზეზს, მოჯანყის მოწინააღმდეგეს, ხო? მაშინ არც სიკეთე არ არსებობს. და არც ბოროტება არ არსებობს. და რახან ბოროტება არის, ესე იგი არსებობს სიკეთე. და მადლობა ღმერთს რომ არის სიკეთე, რომელსაც ბოროტია წინააღმდეგება, ეს მისი დანიშნულება არის. სხვაგვარად ის ვერ იარსებებს თუ არ უმწვიტინა. თუ არ მოსპო, თუ არ გაანადგურა, თუ ცილი არ დასწამა, თუ არ დააბრალა რაღაცა. ისო მიცოდა რითიც მოვიდა კაცობრიობაში. იცოდა რომ დაიტანჯებოდა. ხო წერია? ტანჯვით ისწავლა მორჩილება. ეს ყველაფერი შეეხო მას, როგორც ადამიანს. მაგრამ ამავდროულად შინაგანად როგორც ღვთაებრივი არსება ის ერთი არსი იყო. ერთი და იგივე იყო, ის ვინც ჩამოვიდა და ის ვინც ხორცი შეისხა. მარიამის ძე და კაცის ძე ეს ერთი შექმნა, ურისაგან ერთი შექმნა საკუთარ თავში. ერთად აქნა, ეს შერწყმა სიცოცხლე და მიწის. ნახეთ. შენი პროექტი არ არის. ხეში არ დაგირგია და მოდის ღმერთი და გეუბნება. გაძლევს არჩევანის უფლებას. შეგიძლია შეჭამო, მაგრამ მე გირჩევ რომ არ ჭამო. ამა და ამის გამო. ესეც საკმარისია რომ გითხარი რომ თუ შეჭამ მოკვდები. ეხლა შენ გადაწყვეტ. და ტოვებს ღმერთი საკუთარი არჩევანის წინაშე ადამიანს და ევას. რო ჩარეულიყო და ხელი შეეშალა,
მაშინ თავისუფალება იზღუდებოდა, ასეც და ისეც თავისუფალება იზღუდებოდა. ასე რომ მე ვერავის ვერ აუკრძალავ, ვინმე არ დაჩაგროს. იმიტომ რომ დაშვება აუცილებლად დაიჩაგრება მართალი. მართალი ადამიანი ამ ქვეყანაზე ყოველთვის დაიჩაგრება. და არავინ იქნება ის, ვინც გულთან ახლოს მიიტანს მის ჩაგვრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ხაზგასმით არის მთელი ბიბლიური პერსონა. ყველა მართალი ადამიანი ჩაგრებოდა. იობის თემაც რო ვიყოთ თუნდაც. და ჩაგვრის მთავარი ეშმაკი არის. როცა მთავაზობ რამეს ამით ვსხურდებ ჩემს ნებელობას და თავისუფლების არსს. როცა უკვე მთავაზობ რაღაცას, ჩემი ნებელობა იზღუდება. მე არ მეკითხები საერთოდ მაინტერესებს თუ არა ის, რასაც შემთავაზობ. რადგან მაინძულებ არჩევანი გავაკეთო იმაში, რაც მე არ შემიქმნია. დავირჩიო ის, რაც მე არ დამიგეგმავს. რა შემჭირდება შენი შემოთავაზება? აი მე უნდა შევთავაზო ჩემ თავს. ლევან მოგწონს ეხა სადაც ხარ? რა მდგომარეობაში ხარ? რატო იშლი ნერვებს? რატო აძლევ უფლებას სხვამ შენ მწყობრიდან გამოგიყვანოს და შენი სიმყუდროვე დაარღვიოს? რატო აძლევ ამის უფლებას, რომ შენი სიმყუდროვე დაარღვიოს? რატო აძლევ ამდენის უფლებას? ბოლო-ბოლო არჩევანის წინაშე ყველა ადამიანი ვდგებით მეგობრებო, ვირჩევთ ჩვენ რა არის ჩვენთვის საუკეთესო და ვსვავთ კითხვას. მოგწონს იქ ყოფნა, სადაც ახლა ხარ შენ. არ მოგწონს უკეთესი შესთავაზე საკუთარ თავს. წინააღმდეგობას ვერსად ვერ გავიქცევთ მეგობრებო. წინააღმდეგობა სადაც არ უნდა წავიდეს, ყოველთვის ჩვენ გვახლავს. იესო ქრისტე გარბოდა, გაურბოდა ადამიანებს, მაგრამ წინააღმდეგობები მას ყოველთვის თან დასდევდა. იუდეველები მუდამ თავს ესხმოდნენ და მუდამ ახალ რაღაც სიტყვიერ ჩამჭრელი სიტყვებს უგონებდნენ, კითხვებს უსვავდნენ. აბა ესე თუ არის, ესე თუ არის. თავის ჯულშიც ეჭვეპარებოდათ. მოსემო თუ გაყრის კანონით დაუშვაო, ვისი ცოლი იქნება უკეთ დაღდგომისას თუ შვიდივეს ყავდაო. გახსოვთ ეგ კითხვა, ხო? და იესო ეუბნება, რომ არც წერილები იცით, არც მისი ძალაო. უკეთ დაღდგომისას არც ცოლს ითავენ და არც ქორწინდებიან. არამედ არიან ანგელოზებივი წეცაში, ანუ მათ არ აქვთ ფიზიკური ურთიერთობა გამრავლების სახით ანგელოზებს დაშვებული. ანუ ამის სურვილი წეცაში აღარ არსებობს, იქ ცოლქმრული კავშირი. სხვანაირი სიყვარული არის რა, იქ ფიზიკური ურთიერთობა აღარ არის. ზეცაში, აი როგორც ადამ და ევა იყო შიშვლები, მაგრამ ტოლო არ იყო მათში. ანუ ისინი ვერ ეგრძნობდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. აი ამ გაგებით არის ეს დაბადების ციგნი, რომ მერე გაიგეს, რომ შიშვლები იყვნენ. მანამდე არ იცოდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. შიშიშვილიდან მოდის სირცხვილი, სირცხვილიდან მოდის უკვე ტოლვა. ტოლვა გექნებაო, შენი ქმისკენ და ის იბატონებს შენზე. ანუ მერე გაჩნდა ტოლვა, ხვდებით? ანუ ეს ყველაფერი უზენაესით არის მოსული, ანუ სანამ გავიფიქრებო იქამდე იცი ჩემი ზრახვები, რა საოცარი როგორ შემიცან ასეო. საკვირველია პირდაპირ დავითი ამბობს არა. დედის წერიდან შენ გამომიყვანა, ანუ ყველაფერში მოცულია უფალი რა. საოცარია, ხო? ნახე კიდე. რატო ვაძლევ საკუთარ შვილებს შენიშვნებს, თუ კი დარწმუნებული ვართ, რომ ისინი კეთილშობილები გავაჩინოთ? ხო, კაი კითხვა ანუ. თუ მე დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი კეთილშობილი გავაჩინე, რადგანაც მე როგორც მისი მშობელი ვარ კეთილშობილი და ანალოგიურად შვილი მშობლის ასარკი ანარეკლია, რატო ვაძლევ შენიშვნას, თუ ეჭვმეპარება, რომ ის კეთილშობილი არ არის? ან კეთილშობილია. საერთოდ რატო ვაძლევ შენიშვნას? ეჭვგეპარება ჩვენს კეთილშობილობაში, რომ შვილები როცა შვილებში ვიწყებთ ნაკლის ზებნას, ანუ როცა შენიშვნას აძლევ, ესე იგი ნაკლს პოულობ, ხო? არასრულყოფილია. მაგ არა მაგ პატარა ბავშვს საუბარი, ანუ ზოგადად შვილიზე მაგ საუბარი. დასრულიც რომ იყოს. მაინც შობლური ინსტინქტია, რომ უნდა მისცეს შენიშვნა, უნდა უმწვიტინოს რა, ეხლა მაინც ის პატარა გონია, რომ რაღაცა შეეშლება და უიმე და რა, ზედმეტობა აქვს, ხო, ხვდებით რა. გადადის ზედმეტობებში. თუ კი არაფერი არ ურჩიე, ან არ დაარიგე, გამოდის, რომ ის არ გიყვარს, იმიტომ რომ შენთვის სულ ერთია ის ას გააკეთებს. მაგრამ ყველაზე დიდი უსიყვარულობის გამოხატულება ის უყურადღებობაა. როცა საკუთარ შვილს ყურადღებას არ აქვს, არ ელაპარაკები, არ ანუგეშებ, არ გაინტერესებს ჟასტკივა, რა აწუხებს,
ელემენტარული გაესაუბრე, დაელაპარაკე. საინტერესოა რა, შმაკის თავი სად არის ჩამარხული. თიშავს სიყვარულს მეგობრებო და გამწყდებთ ერთ ნაჭუჭში, რომლიდანაც გამოუსვლა ესეთი ადვილი არ არის. საკუთარ აურას იქმნის, საკუთარ განწყობას და საკუთარ შვილიც არ გინდა რომ აი ამ აურაში შემოვიდეს, ანუ ისიც გარბეს. შენგან და რჩები მარტო. შეესწავლე, თუმცა შენ სიყვარულს თავაზო, მაგრამ შენი სიყვარული არავის არ ჭირდება. მაგრამ შენი ყურადღება ჭირდება. მაგრამ შენ რო გჭირდება მათგან ყურადღება, ეს მათ არ აინტერესებს, იმიტომ რომ ისინი არ არიან იმ ცნობიერებაში, რა ცნობიერებაში შენ ხარ. ყოველგვარი ღალატზე უდიდესი ღალატი არის უყურადღება, საიდანაც იბადება უკვე ოჯახების დანგრევა და უსიყვარულობა. ზოგადად, როცა გათიშულება ხდება უკვე ოჯახში, ეს არის უყურადღების ბრალი. როცა ცოლი ვეღარ უგებს ქმარს. როცა ქმარი სულიერი დონეზე ვეღარ უძლებს ცოლს. ატანა აღარ აქვს. რატო, როცა ღმერთმა შეაუღლა. ის რაც ღმერთმა შეაუღლა, როგორ შეიძლება იქ სიტყვა ატანა იყოს? ასატანი რატო გვაქვს? რა გვაქვს ასატანი? ერთმანეთის თუკი ჩვენ გადავწყვიტეთ რომ სიყვარული შეგვექნა ოჯახები და ჩვენი სიყვარულის ნაყოფი არის ჩვენი შვილი, რომელიც შემოყურებს ჩვენს სიყვარულს. არა პირდაპირ გაგებით რომ გიყურებს როგორც მშობლებს და უხარია მშობლების ერთად ყოფნა, არა. ყველას ხავს მშობლები ერთად, მაგრამ მშობლებს შორის სიძულვილია და შვილებიც ასე იზრდებიან უსიყვარულობით. მაგრამ არიან შვილები, რომელსაც მშობლები არ ყავთ, მაგრამ ძალიან მოსიყვარულეები არიან და კეთილშობილები. ანუ როგორც დავითი ამბობს, დედმამამ დამაგდო, უფალმა კი ხილი აღმიპყრანე. ყველაფერი არის დამოკიდებული ადამიანის პიროვნული ჩამოყალიბება უზენაესი. ანუ შენზეა დამოკიდებული, რა გზას აიჩევ და არ არსებობს წინაღობა და ბოროტება, რომელიც შენს პიროვნულ არჩევანს ჩაახშობს. ყველგან არსებობს გამოსავალი, აბსოლუტურად არ არსებობს ჩიხი, საიდანაც ადამიანს არ შეუძლია თავის დაძველება. არ არსებობს ეგეთი რაღაცა. და არც სიკვდილი არ არის რაიმის დასასრული. როცა ადამიანს სიკვდილის ეშინია, ის უკვე საკუთარ თავისში არის ჩაკეტილი. ანუ საკუთარ თავს უქმნის გალიას. საიდანაც ვეღარ გამოვა. იმიტომ რომ მას არ ჯერა რომ სიკვდილი არაფერი არ არის. მას ჯერა რომ სიკვდილი ყველაფრის დასასრულია. მას არ ჯერა სიცოცხლის. ის ცხოვრობს იმისათვის რომ ეშინია. იმიტომ რომ არ სწამს სიცოცხლის. იმიტომ რომ სიცოცხლე მასში არ არის და ვისი სიცოცხლე არ არის, იმაში სიყვარული არ არის. ის არის ქვა და ემდგავსენ კერპებსაც მათმა ხედმა გამოძერწეს. არ არის მათში სიცოცხლის სული, არ არის მათში ღვთაებრივი სული, არ არის სული წმინდა. ამიტომ ვერ გავუგიათ. ჩემი ლაპარაკი ამიტომ ვერ გავუგიათ რასეუნება სული ეკლესიებს. და დღესაც ყველას ვისაც ასე მოსწონს, ისე იქცევა. არავინ არ უჯერებს მოძღვარს და ჯერ ერთი მოძღვარი არავის არ უნდა უწოდო. არც საკუთარ თავს არ უნდა დაირქვა მოძღვარი. მაგრამ არავის არ აინტერესებს იესომ რა თქვა. თავარია ჩვენ რა გვინდა. თავარია ჩვენ როგორი ქრისტე გვინდა. აი ეს არის უბედურება ხო. შეცვლა უზენაესის მარჯვენისა. გაუკუღმართება წერილის სულს, აღქმის. და შექმნა იგეთი რელიგიის, რომელიც დამყარებულია მხოლოდ და მხოლოდ შენს ფანტაზიებზე, ჰალუცინაციებზე, წარმოსახვებზე, ხიბლზე, მოხიბლული რაღაცით. ზიზილპიპილოებით, ოქროვერცხლებით და რაღაცებით. ხატებით და მოკროვილი მოვერცხლილი ზიზილპიპილო ხატებით. როცა ზრუნავ, გიყვარს ვინმე ზრუნავ მასზე. ნაკლისძებნას კი არ უწყებ. ანუ მე რო შენში იმის გაზდებ, მე შენში ნაკლისძებნას კი არ ვიწყებ, არამედ მე ვცდილობ, რომ ყურადღება გამოვხატო შენს მიმართ. მაგრამ შენ რატომღაც სუდად იგებ ჩემს კეთილ დამოკიდებულებას, ჩემს მზრუნველობას შენდამი, ანუ საერთოდ რომ გაქცე ყურადღება სათუ არ მოგწონს. უხეშო? ზედმეტად კაცრი ვარ? აკრძალვებში? ან ვერ გიხსნი? რატო გიკრძალავ რაღაცას? იმიტომ კი არა რომ შენი ამჩნია, რომ ჯერა რომ არ გააკეთებ და რომ ჯერა რომ ჩემს სიყვარულს არ გადააბიჭებ, იმიტომაც გიკრძალავ ჩემი გადმოსახედი, მაგრამ შენ რატო იგებ ისე რომ თითქოს არ მიყვარხარ. და თითქოს ვცდილობ რომ გმართო და საკუთარი ნებელობა ჩავახშო. კი ბატონო, გიშვებ გააკეთე, მაგრამ იცოდე რომ შედეგზე პასუხს აგებ. და ამაში მე აღარ დამადანაშავა, მე ვარ ვალდებული გითხრა.
აი ღმერთი მაშინ იქნებოდა დამნაშავე თუ ადამიანს არ ეტყუდა ამას. არ შეჭამო მოკვდები. თუ არ ეტყუდა დამნაშავე იქნება, რო უთხრა დამნაშავის პასუხისგებლობა მოიხსნა. ღმერთმა ხო გითხრა, არჩევანი შენზე. შენ შეგიძლია არ შეჭამო. ანუ ხვდები? ის კი არა რომ ღმერთმა ისეთ მდგომარეობაში ჩაგაგდო რომ გამოვან მდგომარეობაში და არ იცი რა გააკეთო. არა, ძალიან კარგად იცი რომ შენ ღმერთი უაზროდ რაღაცას არ აგიკრძალავს. და უკვე ზედმეტი ცნობის მოყარეობის გამო შენ აკეთებ ძალიან დებილურ განაბიჯს გაავ და უჯერებ ქმნილებას შემოქმედის ნაცვლად. დღესაც ესე არის ხოთაშვილს. ღმერთი სიტყვას კი არ უჯერებენ, ბიბლიას კი არ გეთხოვებენ, მამაოებს უსმენენ და იმას უჯერებენ, ანუ გველებს უსმენენ. ესენი გველის მსახურები არიან. ეგვიპტე გველია. სიბრძნე. ცოდვის შვილები არიან ესე. და ცოდვას ამართლებენ. თავისებურად ამართლებენ აღსარებას ზიარებით. ეს გაუმართლებელია. ცოდვის ჩადენა გაუმართლებელია. ცოდვას მოყვება სასჯელი, მეგობრებო, აღსარებას ზიარება მას ვერ გიშვით. ეს არის დიდი ტყუილი რაღაც. საიდუმლოება იმიტომ დაარქვეს, რომ ყველაფერი საიდუმლოება არის ყოველგვარი საიდუმლოების უკან დიდი ტყუილი დგას. არ არსებობს არავითარი მსხვერპლი, რომელიც აიღებს ჩვენს ცოდვებს. ცოდვები არის უკვე გამოსყიდული. ერთგზის შეწირვით და აღარ არსებობს სხვა მსხვერპლი, რომელთაც ჩვენ მიხსნით თავს. იმიტომ ქრისტე აღარ იკვლება წარამარა ჩვენი ცოდვებისათვის. მაშინ ქვეყნის დასასრული დასაწყისიდან უნდა მოკვდარი იყვას და გაგრძელებულიყო როგორც პავლე ამბობს და წერილი ებრაელთა წერილი გააქრეს სემინარიაში. არ ისწავლება. არც ერთი მოდელი მაგას არ ისწავლის. და აი გავაგრძელებთ, აი მივყვეთ ერთი აბა. ნაკლიზებნას კი არ იწყებ, როცა ვინმე შენიშვნას აძლევა, არამედ მიუდითებ, რომ მის შეცდომა, რაც ჩაიდინა, აღარ გაიმეოროს. რაც შენ დაუშვ, თუმცა აქნების თავისუფლება მაინც იზღუდება. როცა იწყებს ხვის კონტროლს და ქსურს ისე მოიცეს, როგორც შენ ქსურს. ეს უკვე პიროვნების შეზღუდვაა, აი მაგალითად. ბავშვი არ არის აქ საუბარი და დასრულ ადამიანს, როდესაც არ იქცევა ისე, როგორც შენ მოგწონს, როგორც შენ გეხოშება, ასე ვთქვათ, უხეშად. რაღაც არ მოგწონს, აი ხა ესე გაიარა, რატო გაიარე ესე, ანერად დადიხარ, ხო? აი ესე მინდა რომ გაიარო. მინდა რომ აუ ეს რაღაცა ეს გაიხადე რა, მინდა რომ ესე ჩაიცვა. მომობეზრებელია, ხო, ძალიან მომობეზრებელი არის, მეგობრებო, აქ უკვე გაგება, რომელიც ოქმული გაგება არის, ეს უკვე ყოველგვარი მას ცილდება, ხო? ძალიან რთულია რა, იმიტომ ვთქვი რომ ერთმანეთის ატანა, ატანის სწავლა, კი არა, ერთმანეთის სიყვარული ნოვისწავლოთ. ვასწავლოთ ერთმანეთის სიყვარული. როგორ ერთმანეთის ატანით კი არა და გაძლებით, არამედ სული უნდა გავიცნოთ ერთმანეთის. ხო, მე რო შენ გეუბნები რომ აუ ეს რაღაცია, რა ჩემს გვერდით ესეთ კაცასგან არ გაიარო. აუ მოდი რა შენ ცეკვა ალიც და მოდი არ მეცეკვა, ეს არ არის სიყვარულის ფორმა, მეგობრებო. კარგად გამიგეთ რა, ეს ბოროტებაა. ბოროტება მარტო ის არ არის, რომ ვიღაცის ცოლთან წევხარ ან ვიღაცის ცოლს უმზერ რუშული თვალებით. ბოროტება ჩანასახშივია, შენშივი არის, შენს გულშივი არის დაბადებიდან. შენ უნდა მართო ეს ბოროტება, როგორც კაინს ეუნება, ხო ღმერთი. კარებთან გაქვს ცოდვა და იბატონე მასეო. ამას ეუნება კაინს, წარმოიდგინე. იბატონეცო, ეს შეიძლება კაინის დროსაც უკვე ღმერთთან ხელა კავშირი იყო, ლაპარაკობდა ღმერთთან, რომ კაინს შეეძლო იბატონეთ ცოდვას. ჩვენ ადამიანებს გვაქვს ძალაუფლება რომ ვიბატონოთ ცოდვას. ქრისტემ ეს შეგვახსენა. იმიტომ რომ გჭირდებოდა შეხსენა, იმიტომ რომ ჩვენ მის გარეშე არაფერი არ შეგვიძლია. გვავიწყდება ადამიანებს ზოგჯერ ხანდახან ბიბლიური პრინციპები და რა არის ბიბლიური პრინციპები? ეს არის ცხოვრების წიგნი. რეალობა, ანუ შენ იდენტობას ეხება, შენს როგორ გითხრა მაგას? გენეტიკას ეხება. კაცობრიობის გენეტიკის ისტორია. მარტო წინააღმდეგობას კი ნუ ხედავთ. ის გადმოიტანეთ და მიიღეთ, ანუ შენი თავი დააყენე პერსონაჟი და ისე იფიქრე. აი შენ ხარ ვითომ ბიბლიური პერსონაჟი და შენ ჩათვალე რომ შენ მოქმედები მის მაგარ. შენ ხარ დავითი, შენ ხარ სოლომონი, შენ ხარ ადამ და ევა, იფიქრე, იქიდან გამომდინარე. შენი თავი გააცოცხლე ბიბლიური პერსონაჟი და იქიდან გამომდინარე იფიქრე. რეალურად გააცხო, ისტორია გააცოცხლე. ქრისტეს ეპოქაში დაბრუნდნენ და ქრისტეს ეპოქის გადმოსახედიდან იაზროვდნენ, ისინი როგორ ფიქრობენ. რა დრო იყო, რა გარემოება იყო. საინტერესოა, ხო? ადამიანი არის თავისუფალი თავის არჩევანში. ასე რომ ის ვალდებული არა ანგარიში ჩაგაბაროს თავის ჩადენის შეცდომაზე. თუმცა არ გული არ უნდა გატკინოს, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტი ყურადღების მიქცევა მშობლის მხრიდან შვილებისადმი კლავს პიროვნების ჩამოყალიბების პროცესს. მიეცი საშუალება შეცდომის დაშვების.
მიეცი ისეთი რაღაც გაკეთო, საჩინ არ მოგწონს, უბრალოდ დახუჭე თვალი, ამას არ მიაქცია ყურადღება. მიეცი ნება შენ შვილს მივიდეს იმ მდგომარეობამდე, რომ ინანოს საკუთარი ჩადენელი. ხვდებით ხო ძალიან ხშირად მშობლები აშავებენ ხოლმე შვილებთან მიმართებაში ურთიერთობისას ძალიან ბევრ რამეს, ან ძალიან დიდ დანაშაულს ჩადენ, როდესაც შვილის მაგერად იღებენ გადაწყვეტილებას და ჩქარობენ. ანუ შვილს უწყვეტავენ, პირად შერევიან და უწყვეტავენ რა არის მისთვის კარგი და ესე უნდა გააკეთო და ეს, ანუ აშორებენ, არაძლევენ უფლებას, რომ თვითონ შვილი გაერკვეს რა სურს და რა უყვარს. ის კი არა რომ ხელი შეუწყონ და დააჯერონ რომ შვილო, ეს არის ცუდი ამა და ამის გამო, რადგან ეს არის შენთვის საზიანო და შენ ამას ვერ ხვდები ჯერ. დაუცილებლად დაგიდგება ეს პერიოდი, რომ მიხვდები ამას, რომ შენთვის ეს არჩევანი არის ცუდი და ინანებ. მაგრამ როცა ამას ეუნები ადამიანს და მის წინ დგან ნაბიჯს და მის მაგერად იღებ გადაწყვეტილებას და მის პირად შერევი და ხელებს აფათურებ, ეს უკვე პიროვნების შეზღუდვა, გამოკეტვა არის. დაცვა კი აღარ არის. პიროვნების გადებილებაა, დაზომბირება არის, დამონება არის. შენ თავისუფალი აღარ ხარ, შენ ხარ დამოკიდებული მშობელზე. ის გიწყვიტავს შენს გვერდით ვინ იქნება და შენს გვერდით ვინ არ იქნება. ან საერთოდ შენ იქნები თუ არა შენ მშობლებთან. ანუ იმასაც გაყვედრიან, რასაც გაძლევენ. აი რა არის მშობლის დანაშაული, უდიდესი დანაშაული. ანუ შვილს არაძლევს ჩაიდინოს დანაშაული და საკუთარ დანაშაულზე აქვს პასუხი, რადგანაც არ ემეტება შვილი ამ განსასწორებისათვის. მაგრამ ამავდროულად მის უბედურებასაც ვერ უყურებს, რომ გამოკეტილია და აღარ იცის საით წავიდეს, არჩევნის საშუალებასაც აღარ უტოვებენ. ის არა, ეს არა, ეს არა, ის არა. მშობლისთვის მოსაწონი შვილი არ არსებობს. არც შვილისთვის მოსაწონი მშობელი არ არსებობს. ეს წინააღმდეგობა არის ოჯახში. და ამიტომ ამბობს ქრისტე, მოვედი გავყო ძალი დედამთილისგან, მამა-შვილისგან. ვისაც ჩემზე მეტად უყვართ დედა, მამა, ძმა, შვილი და ნათესავი არ არის ჩემი ღირსი. ამის იდეოლოგიის პრინციპით მოვიდა რა. სადაც არის ქრისტე, იქ არის გაყოფა. იმიტომ რომ არ არსებობს ესეთი რაღაცა, რომ იყოს ერთიანობა. თვითონ იესოსაც კი მარიამთან ჰქონდა რაღაცა კონფლიქტური დამოკიდებულება. ხო დედაკაცოთიც მიმართავს. ხო ხა დედაჩემ დედაკაცოს მე არაჩის არ დაუძახებ. ხო დედას და დედაკაცო რატო უნდა უწოდო? თუნდაც ელემენტარული რა. ანუ ზედმეტად იღებს გადაწყვეტილებას, აი დედები ხო განსაკუთრებით შვილის გადაწყვეტილება შერევიან, რომ აი ღვინო გაუთავდათ. ნუ მარიამი რო ეუბნება იესოს. ანუ იესო მარიც იცეხა ღვინო გაუთავდათ, მარიამს რო არ ეთქვა. მაგრამ არა აქ ხო ხედა აპარტამენტო ჩემი შვილიცი ვინ არის? ღვთაება და აბა მიდი ხა ღვინო, წყალი ღვინო თუ გცი. მიდი რაღაც სასწაული გააკეთე. ანუ ქრისტე ეუბნება რომ არ არის ჩემი დრო, დედაკაცო. ანუ ნუ იღებ ჩემს მაგრად გადაწყვეტილებას რა. მე არ დამდგარა ჩემი დრო რომ გამოვჩდე. მაგრამ შენი ხათრით კი ბატონო ავაკეთე. დედა. მაგრამ ეგ იმას ანიშნავს, ახან დედა შენს მაგრად მიიღოს გადაწყვეტილება შენაც გააკეთე. აი აქ უკვე ტორმოზი უნდა რა, ყველა დედას უნდა ტორმოზი ხანდახან. ტორმოზი ძალიან გარბიან ხოლმე და ბევრსაც აშავებენ შვილთან მიმართებაში, ურთიერთობაში და მე სხვებთან გარბიან საჩივრები. თითქოს სხვა უკეთესი შვილი ყავს და სხვა ოჯახში უკეთესი რაღაც ხდება და სხვისი შვილები უფრო უკეთესები არიან. მე ეს სხვისი შვილებიც აღარ მოსწონთ. და საკუთარ შვილებს მისτερიან, უი რატო და რა დავკარგეთ და ვერაფასებენ შვილის, ანუ შვილთან ურთიერთობა არ იციან. ცოდოები არიან რა. საცოდავები არიან. ნამდვილად ცოდოები არიან. მარტო ის კი არ არის აჭამო შვილის და ზღაპრები წაუკითხო. და ძუძუმ ვაწოვო კაცო, შვილს უნდა შვილის სული უნდა გაზარდო. აბა ადვილი არ არის ეს. შვილის სული გაზარდო, იმიტომ შვილის შენ ვერ გაზარდი. აღზრდელი და გამზრდელი ქრისტე. მას მიგვაბარა ჩვენ მარიამმა, ხო, ეს ხარება რა არის? მიბარება არის ქრისტესთან. ქრისტე გვიშვა ჩვენ სულებში. ან ნუ გეშია ჩვენ. ადამიანმა უნდა იცოდეს, რატომ არის ცოდვა დანაშაული. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცოდვა ისჯება. მაგიტომ კი არ უნდა ვიცოდეთ, რომ ცოდვა ეს დანაშაულია, რახან დასჯადია. და ამიტომ არ უნდა შევცოდოთ. არა. არამედ უნდა ვიცოდეთ, თუ რატომ ისჯება ეს ცოდვა. მე მიხვდით ხო, ანუ ცოდვა იმიტომ კი არ უნდა ჩაიდინე, რომ
როგორც ადამიანს უთხრა რომ შეჭამ მოკვდები და ესე და ესე ის და გემართება რომ ისჯები რა ვამ გადადგმა ნაბიჯს დაждის სახით რაღაც მოყვება იმიტომ რომ ცოდვის ნაყოფი სიკვდილია ხო ცოდვის ნაყოფი სიკვდილი ანუ წარმოიდგინე შენ ადამიანის გადაწყვეტილება რომ სიკვდილის შემოსულიყო ეს უკვე ცოდვის შედეგი იყო ამ შესწოდა და ჩვენმა მამამ ედემის ბაღში როდესაც შეჭამა ის ხე და სიკვდილი შემოვიდა ცოდვის ნაყოფი სიკვდილია ესე იგი რა გამოდის რომ ცოდვა ბატონობს ჩვენ სხეულზე სიკვდილის სახით ის წევლა რაც არის ხო ადამი რომ მიწა დაიწყება ადამიანის გამო დედაკაცი დაიწყება ეს წევლა შემოვიდა უკვე იმ დაკარგვის თვითონ დაიწყება ასე თქვა იახვე კი არ დაწყევლა ევა და ადამი კაცო მათმა პროცესმა გამოიწვია ეს უკვე გლობალიზაცია დეგრადაცია განადგურება როდესაც ისინი გაშეშდნენ დაკარგეს მოხდა ბზარი განხეთქილება ბზარი მოხდა თვითონ ინებეს უკვე რადგანაც შეუძლებელი არის გატეხილის შეწებება ერთად თუ კი შენ ამას გატეხო ნივთს გაძლევ მე მაგალითად ნივთი და შენ ხელი ნაკაგივარი და გატეხე მე იმას ვერ შევაწებებ ისე რომ აღვადგინო პირველი სახე ხო ხვდებით რის თქმა მინდა ანუ ის რაც ადამიანებამ გააკეთეს იმისი აღდგენა იმ ხით ჩატეხილობის პრობლემის აღდგენა შეუძლებელი იყო მათი მხრიდან გამომდინარე იმიტომ რომ მათ ისეთ რაღაცა გააკეთეს რაც ის მთლიანობა დაარღვია რამაც მათთან ღმერთთან კავშირი და ის მთლიანობა გატეხა გაბზარა და იმ ბზარში უკვე შემოვიდა ცოდვა რა არის ცოდვა? ცოდვა არის ურჩობა, ხო, ანუ უსამართლობა. როდესაც შენ უკვე იმედებს უზენაესი კი არ ამყარებ, არამედ ადამიანზე, ან რაღაც ქმნილებაზე. ღმერთს კი არ ეკითხები, როგორ მოვიქცე, ხატებს ეკითხები, აბა, ხატებო, კუდრებს ეკითხები იქ და მამაოებს ეკითხები. კუდრების მსახურებს, პანაშვიდებს რო იხდიან, იმათ ეკითხები, აბა ჩემი გარდაცვლილის სული საწავიდა. არ ამხელმაკრეხელობა ხო როდესაც პანაშვიდებს იხდიან და ეს ხალხს აბოლებენ რომ იცი რა ჩვენ შეგვიძლია თქვენი მიცვალებულები იქ საუკეთესო ადგილას მათ სულებს დაუკვირდოთ ვილოცოთ ეს ხო სისულელია მეგობრებო უზენაესმა მღვდელზე უკეთ არ იცის რა უყოს გარდაცვლილთა სულებს ანუ მღვდელს უნდა დაიკითხოს ჯერ უზენაესის საწაიყვანს იმის სულს ამხელამ თავხედები არიან ხო ხვდები უკვე რომ ანუ ესე იგი უზენაეს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს ჯოჯოხეთში მოხდება თუ 64-ში და მღვდელს უნდა დაეკითხოს ხაბა მღვდელო შენ რამდენს ილოცებ და შენი ილოცვის მიხედვით მე გადაწყვიტავ სად წავიყვან ამოვიყვანო თუ ჩავიყვანო ჯოჯოხეთში აი ხვდებით რამხელა მკრეხელობა არის ღმერთის გადაწყვეტილების ანუ ღმერთი ემორჩილება მღვდელს ღმერთი მღვდლის ტყვაზე დაეც წარმოიდგინე რა თავის გადაწყვეტილებას მღვდლის გამო შეიცვლის რა ეს არის სიაფანდობა ამის ერთადერთი მაგალითი ლაზარეს მდიდრისიგავია ხო რაც არ უნდა გვინმე სეროცა იმ მდიდრისთვის ვერანაირად ვერ ამოვიდა და ის 64-ში რა იმიტომ რომ გადაწყვეტილია უზენაესმა ესე ინება აქვს წერილები და ისწავლონო კი ბატონო შენ აქედან ვერ დაიხმარებ ისინი იქიდან ვერ დაგეხმარები ეს ეგრე არის ასე რომ ეს პანაშვიდები არის სიაფანდობა თავის მოტყუება არავით არ მისავალი არ მიუღო და რაღაცა სისულელეები რა ეს არის ფანტაზია ჰალუცინაციაში არის ან სპირიტუალიზმია რა დემონურ სულებთან აქვს კავშირი აქ ცოცხალი ღმერთის ხსენება არ არის იმიტომ რომ პავლე მოციქულმა ძალიან კარგად იცოდა რომ მოკვდებოდა ის ჯოჯოხეთში არ მოხდებოდა რომ ის უკვე ცოცხალი წმინდანების საკრებულოში იყო ზეციურ საკრებულოში ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში მან ეს იცოდა ის თვითონ მაქონდა ის უკვე ზეციური არსება იყო რა ანგელოზებზე მეტად გვაქხოდა ქრისტემო ხო ზეციური ანგელოზები ვითავართ დედამიწაზე ქრისტეში ხო მოკლედ ჩვენ იმიტომ კი არ უნდა დავარიდოთ ცოდვას თავი რომ ჩვენ შეგვიძლია არ შევცდეთ მაგრამ ამავდროულად არ ვარ დაზღვეულები რომ არ შევცდებით დანალოგიურად ვცდებით ხო ყველაფერში არამედ იმიტომ არ უნდა შევცოდოთ რომ ჩვენ უნდა გავიგოთ რატომ ისჯება ეს ცოდვა ანუ მე რომ ვიცოდე მაგალითად ამ ცოდვას რა შედეგები მოყვება ანუ ვის ვაზიანებ ჩემი ამ საქციელით მე ხო იმას არ გავაკეთებ ანალოგიურად ესეც რა როცა რაღაცა ნაბიჯს დგაო ცხოვრებაში წინასწარ შედეგებს არ უყურებ როგორც ევა მაგალითად წინასწარ შედეგებზე არ იფიქრა რა მოყვებოდა ამას და
მე ამიტურად მიიღო გადაწყვეტილება რომ ეს ეჭამა. მაგრამ ამის შედეგი არ იცოდა. სიკვდილი არ იცოდა რა იყო, ტანჯვა არ იცოდა რა იყო, მაგრამ გაფრთხილება ქონდა მიღებული. რახან გაფრთხილებს ესე იგი საზიანოა შენთვის, ხო? ტყუილად არაფერს, ჰაერზე არაფერს არ გაფრთხილებს. არა და რატომ შეიქმნა, რითու შეიქმნა კიდე მეორე საკითხავია, როგორ შეიძლება უზენაეს რაღაცა ისეთი შეიქმნა, რისი ჭამაც გამოიწოდა ადამიანის დაშლას და მისგან გაუცხოებას. ეს კიდე ცალკე საკამათო თემა არის. როგორ შეიქმნა ბოროტება ღმერთს. თუმცა შენ ხო გაქონდა თავისუფალი ნებელობა რომ ცნობის მოყარეობას არ აყოლოდი და დაგეჯერებინა უზენაესისთვის რომ რაღაცა არის ისეთი რაც შენ არ გეხება და არ არის აუცილებელი ცხვირი ჩაყო. მაგრამ როგორ გვინდა ჩვენ ხო ყველაფერი კოსმოსშიც გაიჭრნენ ვითომ თავისუფაში. როგორ გვინდა ყველაფერი ჩვენ ისე დავხატოთ როგორ ჩვენ გვინდა და რა ის მივიღოთ რაც არის რეალობაში, არანაირი კოსმოსი არ არსებობს. არიან ხო ადამიანები პეტრეს ამბობს რომ დაივიწყეს რომ თავდაპირველად ღმერთმა ადამიანი და წყლებსა და წყლებს შორის შექმნა. და ცას მყარი უწოდე და გაყარა წყლები მყარს ზემოთა წყლები და მყარს ქვემოთა წყლებისაგან. ხო პლუს მინუსი არის დედრობით, მამრობით, ზევით არის დედრობით ქვევით. წყლები. და წყლებზე განარჩევდა და მიწავა. ეს ხომ არ მომიგონია ეს წერია ხო ბიბლიაში. ესე იგი, საერთოდ ბიბლია არ აინტერესებს რომელი ღმერთის სიტყვა, აი მეცნიერება და კოსმოსში გაიჭრნენ. ხო, იქ არიან უკვე. ნეპტუნზე არიან, რაღაცა ბურთებს ხაზავენ. სულელები ესე. აი ხედავთ მეგობრებო, რამხელა გავლენა აქვს გველს. დედამიწაზე გველი რო შემოხეული გახსოვთ ეს ის რო არის. ანუ ციცფიერი ტყუილი რა, ტყუილის მამა. ცოდვის საფუძველი. უკუღმართობა, გაუკუღმართება, ყველაფერში წინააღმდეგობის დანახვა. როგორ მართლა გითხრათ ღმერთმა არც ერთი ხისგან ჭამოთ. ჯერეთი არ უთქვი არც ერთი ღმერთს. რატო იძახი ისეთ რაღაცა რაც ღმერთს არ უთქვი. თუ დარწმუნებული არ ხარ, ნამდვილად ღმერთმა ეს თქვა. თავიდანვე არასწორი ხარ უკვე. ღმერთმა უთხრა მათ, თუ შეჭამთ, მოკვდებით. მე არ ვიცი რა არის სიკვდილი. და მიგწელო იმის გაკეთებას, რაც არ მესმის. ანუ ჩემში ბადები ინტერესს რომ რასაც მიგწელა, უფრო მეტად გავერკვიო იმაში, თუ რატომ მიკრძალავ. და რა იმაში რომ შენ ისეთ რამეს არ მიკრძალავ, არა მიგწელა, რაც ჩემთვის ასიკეთოა. ნახე დააკვირდით უყურე, ესე იგი მიკრძალავ, მაგრამ ჩემში ბადები ინტერესს რომ რასაც შენ მიკრძალავ, გავერკვიო იმაში, რატომ მიკრძალავ. და რა იმაში რომ შენ ისეთ რამეს არ ამიკრძალა, რაც ჩემთვის ასიკეთოა. ანუ იმას კი აღარ ვფიქრობ რომ შენ ისეთ რამეს არ ამიკრძალა, რაც ჩემთვის ასიკეთოა. არამედ შენ ისეთ რამეს ამიკრძალა, რაც ჩემთვის საზიანოა. ამას კი არ ვფიქრობ მე. არამედ ვფიქრობ რომ გავერკვიო იმაში, რატომ მიკრძალავ. ხდები, ანუ უზენაესის გადაწყვეტილებაში გინდა რომ კითხვა დაბადო, რატომ მიკრძალავ. რა უფლება გაქვს შენ რომ ამიკრძალო. ანუ რა არის ისეთი რასაც ჩვენ შორის ხიჩატეხილობას ბადებს და ეჭვებს ბადებს, ხო? რა არის ისეთი რაღაცა, რაც მე არ ვიცი და მიმალავ. რატომ მიკრძალავ იმას, რასაც ვერ მიხსნა. რატო უნდა ამიკრძალო. მაგრამ არ ვფიქრობ იმაზე, რომ მიკრძალავ ეს სასიკეთოა ჩემთვის. რა თქმა უნდა, იმას არ ამიკრძალავ, რაც საზიანოა ხო, რაც სასიკეთოა ჩემთვის, არამედ რაც საზიანოა, იმას ამიკრძალავ. ანუ მე შენს მიმართ უნდობლობას გამოვთქვა, როცა მაიძულებ არჩევანი გავაკეთო შენ სიტყვებსა და ცნობის მოყარეობის დასაკმაყოფილებად გამოწვეულ შედეგებს. ანუ როცა მე ვიღებ გადაწყვეტილებას რომ კი მეკრძალა, მაგრამ მაინც არა მე გავაკეთებ მასაც მე მინდა, მე უნდობლობას გიცხადებ შენ. მე არ მჯერა მე შენი სიტყვებით რომ მე რო შევჭამ ესე მოკვდე. და ჩემი ცნობის მოყარეობის დასაკმაყოფილებლად შენ სიტყვებს უგულებელყოფ. ანუ შენი სიტყვები არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს შენ რა მოყვება ამ ყველაფერს. მე მინდა რომ მე დავისაჯო. ანალოგიურად მშობლისა და შვილის იდეოლოგია ეს ცხოვრებაში, ეს გენეტიკაში მოყვება ჩვენი რა. მშობელს ყოველთვის კარგი უნდა და ამასობაში ცუდი გამოდის. რატო? იმიტომ რომ ღმერთი გამოვიდა თქოს ცუდი რახან ადამს შენიშვნა მისცა. ადამი რა არის? ადამი ბავშვია, ანუ ადამი არის ის რომ შვილია და უნდა რომ დააზიანოს. ანუ გაიგოს თვითონ რა არის ცუდი. იმ მშობელმა იცის რომ ეს ცუდია გავლილია, ხო თქვა, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ ღმერთმა ეს ყველაფერი იცოდა, მაგრამ ვერც იმას ვერ ვიტყვით რომ ღმერთი შექმნილი არ არის ბოროტებაც და არ იცოდა ის რა შედეგები მოყვებოდა. რა თქმა უნდა იცოდა ყველაფერი და ეს პროექტიც მისი შექმნილი იყო და თუ შექმნილი იყო, გამოდის ღმერთი ბოროტების შემოქმედი თვითონ ეს ბოროტია? და რა არის ბოროტება? ბოროტება არაფერი არ არის. ანუ ბოროტებას არსი არ აქვს.
იმიტომ თუ არ არის რასაც ის დაჩაგროს როგორც აღან გითხარით, ბოროტებას აზრი ეკარგება. ბოროტება არის ის, რომ ყოველთვის გაუწიოს წინააღმდეგობა სიკეთეს. ანუ ბოროტების არსებობა ნიშნავს, რომ სიკეთე არსებობს. თუ ბოროტებამ წინააღმდეგობა არ გაუწია სიკეთეს, ბოროტებად აღარ ჩაითვლება. ანუ უნდა იყოს ის რაღაც, რასაც ის წინააღმდეგობას გაუწევს, რომ ბოროტება დავარქვათ ამას. ანუ ბოროტებაც კი სიკეთეს ემსახურება, თქვენ წარმოვიდგინეთ ამ გაგებით, რომ ამ მტკიცებს, რომ ბოროტი რო ხარ, არსებობს რაღაცა, რამაც შენ ბოროტად გაქცია, რასაც შენ ემტერები, ანუ არსებობს ნამდვილად სიკეთე. შენ რო ბოროტი ხარ, მე მჯერა რომ არსებობს სიკეთე. იმიტომ რომ შენ უწევ რაღაცას წინააღმდეგობას, რაც შენზე ძლიერია. და რის გარშემო შენი არსებობა უქმდება. იმიტომ რომ თუ არ არსებობს რასაც შენ დაჩაგრავ, მაშინ შენი ბოროტებაც აღარ არის ბოროტება. ბოროტება არის ის, რაც ჩაგრავს სიკეთეს. მაგრამ ვერ ამარცხებს, საქმეც მაგაში ვერ დაამარცხებს, იმიტომ რომ დაამარცხოს, თვითონ ბოროტების არსი გაქრება. ბოროტება აღარ იარსებებს, იმიტომ რომ ვეღარავის დაჩაგრავს. მაგარია, ხო? მე რომ ვიცოდე რომ სიკვდილი ბოროტებაა, მას ხომ არ გავეკარებოდი რაც მომკრავს. ანალოგიურად თუ ვიცი რომ კლიდან გადახტობით მოკვდები და ეს სიკვდილი ცუდია ჩემთვის. თუ ვისაც სიცოცხლე გვიყვარს, ხომ არ გადავხდებით არა? თუ კი ვიცით რომ სიკვდილის მერე არაფერი არის. რა თქმა უნდა არ გადახდები. ანალოგიურად ახლა თუ გეუბნება რომ თუ შეჭამ მოკვდები, ანალოგიურად იგივეა, ხო? ხო არ შეჭამ იმას, რაც გამოიწვევს შენ სიკვდილს, ანუ გაქრობას. თუ შენთვის სიკვდილი გაქრობა. ადამიანმა იცოდა რომ სიკვდილი ბოროტება, იცოდა რომ სიკვდილით გაქრებოდა? საინტერესოა, ხო? ან ჩვენ რა ვიცით რომ კლიდან გადახტომით ჩვენ გავქრები და აღარ ვიარსებებთ. არ ვიცით, ჩვენ არაფერი არ ვიცით. ჩვენი შექმნის იდეა ქვეყნად მოსვლაზე რა არის, არ ვიცით, საიდან მოვიდეთ და სად მივდივართ. ან რა ვიყავით მანამდე სანამ მოვიდოდით. როგორც იერემიას ეუბნებოდა, ხო? სანამ ჩაგსახავდით ის მუცელში გიცნობდიო. ან რა ვიქნებით მერე თუ გავართ ამ ქვეყნით. რა სახელით გავართ ან სად წავალთ. ჩვენ არ ვიცით ვინა ვართ. ჩვენ ვართ უბრალოდ აზრი, რომელიც არის ზიაზრისგან. რომელიც ბადეს მოაზროვნეებს. და ბალანსობს მასთან. ჩვენ გვაქვს კავშირი აზროვნებით, ღმერთი, რადგანაც ღმერთის აზრია ჩვენში. და ის არის წყარო, შენ როგორ დავით ამოშენი, წყარო ჩემში. წყარო არის უდათ აზრი, რომელთა ჩვენ გვაქვს კავშირი უზენაესთან, როგორც კაინს ელაპარაკებოდა აზრებით, რომ ცოდვა კარებთან გაგდაიბატონე მასზე. ასევე როცა ღმერთის თავაზობს მათ არჩევანს, რადგან ეუბნება არ ჭამოთ, ესე იგი ინტერესში აგდებს, ანუ შეუძლიათ ჭამა და უფრო მეტად ეჭვებს უძლიერებს, რატომ არ უნდა ვჭამოთ. ხვდებით ხო, რისი თქმაც მსურს. ანუ ესე იგი, კი არ უზღუდავს თავისუფალებას. და დილამისინაში კი არ აგდებს, რომ შენ შეგიძლია არ შეჭამო, არა, ამაში პრობლემა. უბრალოდ მე ვარ ვალდებული რომ გითხრა. ეს არ არის შენთვის. და თუ არ გინდა რომ მოკვდე, ანუ სიკვდილი შემოვიდა შენ სხეულს. და განიცადო რაღაცა დეფორმაცია, ხო? ის რაც მე შენ მოგეწი და რასაც შენ დაგაყენე, ესეც საკმარისია შენთვის. თუ რამე უკეთესი იქნება, მე თვითონ გეტყვი. იმიტომ რომ ჩემი ქმნილება ხარ, მე მაქვს უფლება შენ რაღაც აგიგეწალო. იმიტომ რომ მე გაგაჩინე. მე ვიცი შენთვის რა არის უკეთესი. ასე უნდა ეფიქრა ადამიანსაც. დიახაც ღმერთმა იცის უკეთესი რა არის ჩემთვის და მოდი მივენდობე ღმერთს. ამიტომაც დავით ნეტარია ის, ვინც დაიმედებულია ეხო ღმერთს. იმიტომ რომ ღმერთმა უკეთესად იცის ჩვენ რა გვჭირდება. ჩვენ არ ვიცით რა გვჭირდება. აი ადამიანის პრობლემა იყო რომ ადამა იფიქრა რომ მან იცოდა რა იყო მისთვის უკეთესი. ანუ ღმერთზე მაღლა დააყენა საკუთარი თავი და ღმერთზე მაღლა ვინც აყენებს საკუთარ თავს, მეგობრებო, ის მას კაი არაფერი არ იმართება. ერთ-ერთი ვიცი ჩვენ ლუციფერი ხო, რატომაც გადმოვარდა რომ თავისი აპარტანული ზრახვებით უზენაესის კატოლება მოისურვა. და მოსწყდა ცალს და ავტომატურად დაკარგა ის ძალაუფლება, რაც ცეცაში ქონდა. დიდხანს ვერ იძლებს ცეცაში და ვარდება. მოწყոտილი ვარსკვლავით და ნეგ ლუციფერი არის. შეუძლიათ ჭამა უფრო მეტად, ხო? რა ვიცით რომ სიკვდილი ბოროტებაა, მოდის გვერი და ეუბნება, შეჭამეთ, არ მოკვდებით. არამედ გახდებით ღმერთები. აქამდე რა ვინ იყვნენ თუ კი ღმერთმა გამაჩინა თავის მსგავსად? ეჭვმეპარება რომ ღმერთი ვარ? ღმერთის მსგავსი ვარ, რას გაგხვდებით ღმერთები ვით. გველმა უკეთესად იცის მე ღმერთი ვარ თუ არ ვარ ღმერთი? ეჭვმეპარება რომ ღვთის სიტყვის მსგავსად თუ მის სიტყვის მსგავსად გავჩდი, მეც ღმერთი ვარ. იმიტომ რომ ღმერთის ხატად ვარ შექმნილი. ხო ეუბნება წერილი ადამიანებსაც და ანგელოზებსაც ღმერთებს უწოდებს. მე განვაცხადე თქვენ ღმერთები ხარ და უზენაესის ძენი ყო თქვენ ყველანი. გველი მათ ეჭვებს უმძაფრებს
და ეუბნება მართლა გითხრათ ღმერთმა ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთ დაბადების 3 წელში ნახე არც ერთი თავშივე ტყუილით იწყებს არც ერთიო ღმერთს არ უთქვი არც ერთი და ეს ეჭვებს უღრმავებს რათა შეაძულოს ღმერთი და ევას უჩნდება საკუთარ თავში კითხვა რატომ არ უნდა ვჭამო რა არის სიკვდილი ის საერთოდ არ ფიქრობს იმას რომ რახან გითხრა ესე იგი სასიკეთოა შენთვის ღმერთის ეს გადაწყვეტილება ეს ფიქრობს რატო არ უნდა ვჭამო რა არის სიკვდილი ჩვენც მასე ფიქრობთ რატო არ უნდა ამას ვინ კითხავს სად არის სიყვარული აბა სად არის ღმერთი ჩამოვიდეთ ჩემთან ერთად ჭიქაღვინო მომიჭახუნოს ეს არის ცუდადაცემული ადამიანი ის ბრმა არის ის ვერ იდებს ბოროტებას ემსახურება იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ბოროტი არის და ბოროტულად აკეთებს თავის გადაწყვეტილებას თავის ფიქრსაც და სხვებსაც ავნებს თავისი ქმედებებით ანუ ბოროტია და იმიტომ ბოროტი როგორ არის კი ვერ ხვდება მაგას ის ფიქრობს რომ არ არსებობს ღმერთი ხო როგორც დავითი თქვა უგუნურმა თავის გულში არ არსებობს ღმერთი განა გაგება აქვს უზენა ესო რამე გაიგოსო არიცის და გველი ეუბნება ანუ არიცის მეომრე სიკვდილი არის და გველი ეუბნება არ მოკვდებით ანუ უფრო მეტად თუ აჯერებს რომ დაწნარად დამშვიდი გააგრძელე კარგად მიდიხარ ანუ გველმა უზენაესზე მეტი იცოდა და ადამი ისეთი სულელი იყო რომ გველისათვის დაეჯერებინა ვიდრე იმისათვის ვინც ეს გველი შექმნა მე არ ვიცი რა არის სიკვდილი და მე არ მესმის რატო ქმნის ღმერთი ისეთ რამეს რის ჭამასაც მიკრძალავს არსებობს კი ისეთი რამე რაც ცუდია და რისგანაც დაცვას ღმერთი ყველაფერს ჩვენ არჩევანს ანდობს უბრალოდ ჩვენს ნებელობას ის იმედად აქტოვა უცოდინარი ვარ არ ვიცი და ასე მივაბარა ჩემს ნებელობას როცა იცის რომ შეიძლება დავარღვიო ეს ანუ აქ ნახე უყურე არის სრული სიყვარული და ჰარმონია და სრულად მინდობა ღმერთი ენდობა ადამიანს ღმერთი უცხადებს ნდობას ადამიანს და ეუბნება რომ ჩემო შვილო ეს თქვენთვის საზიანო არის ამას ნუ გაეკარებით ადამიანს თუ სურდა რამე უკეთესის გაკეთება ხო ანუ თავის ჭკუაში თუ უფრო მეტი ესმოდა უზენა ეს რა თქმა უნდა მას არ უნდა მიიღო მის გარეშე გადაწყვეტილება და ხარაფშუტურად არ უნდა იაზრონა და ქალიშვილს არ უნდა დაეჯერებინა მყარად უნდა მდგარიყო თავის არჩევანზე და უნდა ეთქვა რომ მე მაქვს უფლება ეს არ შევჭამ მე მასში ვიქნები გამარჯვებული როდესაც მე დავემორჩილები არასაკუთარ ცნობის მოყარეობას თუ გავიგო რა არის იქ რატომ მიგწავს არამედ დავემორჩილო მამის გადაწყვეტილებას რომ ის მე ცუც არაფერს მირჩევს აი ნახე რამ ხელა სიბიზნე ამაში ცუც არაფერს არ მიშნევს რატომ მიგწავს ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის მას აქვს უფლება მე არამე ამიკწავს რადგანაც მან უკეთისთვის რა არის ჩემთვის სასიკეთო ჩვენ ასე არ ფიქრობთ ჩვენ ფიქრობთ რომ ჩვენ ვიცით უკეთესი ჩვენთვის რა არის ჩვენ არ ვენდობით ღმერთს ღმერთი იგი ჩვენ ნდობას გვიცხადებს და სულად გვენდობა რომ ჩვენ არ მივიღეთ ისეთ გადაწყვეტილებას რაც მასთან კავშირის დარღვევაში შეგვიწყობს ხელს და ვინა ახლა დამნაშავე ადამი თუ ღმერთი ვინც ეს ყველაფერი მოაწყო რა თქმა უნდა გადაწყვეტილებას ვინც იღებს ის არის დამნაშავე თავიდან ბოლომდე ადამიანმა ღმერთს გამოუცხადა უნდობლობა მე შენ კი მითხარ მაგრამ მე რა ვიცი შენ რა თქვი მე ჩემსაც ვაკეთებ იმიტომ რომ მე მაინტერესებს რა შედეგი მოყვება ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თუმცა ღმერთი არაფერს არ ეუბნება ანუ ადამიანს არ ჭირს არ წყებს ადამი დაუჩერილი დატოვა აი ერთ-ერთი პლუსი რაც არის თეთრ კაცობრების ისტორიაში ეს არის ადამი არ იწყევლება მიწა იწყევლება ადამიანის გამო ადამიანის კურთხევა მაინც მოდის ადამი ღმერთთან არის ან ღმერთის ხატება ადამი იესო ქრისტე კაცის ფორმით მოდის ადამიანის მეორე ადამი მოდის დედამიწაზე სრულყოფილება მოვიდა ქრისტეში მეორე ადამი მოვიდა ანუ ადამიანის ჩამწრეული დანაშაულის დაზიანება ქრისტემ აღადგინა ტანჯით ისწავლა მორჩილება გაერთიანა ანუ უკეთესი გახადა საინტერესოა ხო? ნუ თუ ღმერთმა მთლიანად მათი პიროვნული არჩევანის ნებელობის ანაბარა დატოვა, მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა? იცოდა რომ ადამი შეცდებოდა და ხელი არ შეუშალა? და ხელი შეეშალა, უკვე ირღვეოდა თავისუფლების პრინციპი. მიეცნება შენ შვილს რომ ჩაიდინოს დანაშაული. თვითონ აგოს პასუხი შენ არ ჩაერიო. შენ გააფრთხილე არ ჩაერიო. თვითონ იმწვნიოს. თვითონ მოვიდეს თვითონ გთხოვოს პატიება. თვითონ აგრძნობინე, თვითონ მიხვდეს რომ დააშავა
და ეს მისთვის საზიანოა. შენ ვერანაირად ვერ ჩაირევი. არ გაქვს ამის უფლება. ღმერთიც ანალოგიურად არანაირად უფლება არ აძლევს საკუთარ თავს, რომ თავის ქმნილების ნებელობაში შეიტანოს წინაღობა და მის მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილება. ხელი შეეშალა ადამიანისთვის. გადაწყვეტილების მიღებაში. ღმერთი არ ერევა. არა, სიყვარულს ამის უფლება არ აქვს, მეგობრებო, იმიტომ რომ ეს სწორი გადაწყვეტილება. ღმერთს არ აქვს უფლება საკუთარი ნებელობაში და საკუთარ გადაწყვეტილებაში შეგიშალოს ხელი. არც შეგიწყოს ხელი. ყველაფერს შენ აკონტროლებ, აბსოლუტურად. აი ეგ არის ერთ-ერთი სიყვარულის დიდი პრინციპი უზენაესის, რომ შენ გაძლევს უფლებას, შენ მიიღო გადაწყვეტილება. რა არ მოგწონს გეკითხება. მე ყველაფერი შენთვის შევქმენი. მე ისიც ვიცი შენ რატომაც არ მოგწონს, მაგრამ შენ თუ ხვდები რა არ მოგწონს. ვერ ხვდები, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაფერი სასიკეთო არის, ანუ მე ვერ ხედავ ამაში ყველაფერს. მე მიხარია ეს, რასაც ხედავ და კმაყოფილი ვარ. მადლიერი ვარ, მაგრამ ვერ გამოვხატავ ჩემ მადლიერებას. იმიტომ რომ მე არ მაქვს საკმარისი სიახლოვე შენთან, რომ მე ეს დაუთკბე და გამახაროს. ანუ რაღაც არის, ის გამოც ადამიანს ამ ოთხეში მოიწყინა. ან მოწყენის სურვილი არ ვიცით რა იყო. მოწყენის მიზეზი როგორ შეიძლება მე მოვიწყინო იქ, სადაც ყველაფერი ნეტარებაა, ყველაფრით კმაყოფილი ადამიანი. ეს მოწყენა ჩვენში დღესაც არის. არ არსებობს იდეალური ოჯახი, არ არსებობს ბრწყინვალე ოჯახი, არ არსებობს მოსიყვარულე ოჯახი, როგორც ახლა ეძახიან. არ არსებობს ბედნიერი ოჯახი, სისულელე. ნუ გონიათ რომ წყვილი ბედნიერია, რახან ერთმანეთს უღიმის და სუფრაზე ერთად კარგად ზიან. ეს არის მეგობრებო ცირკი. ცხოვრება არის დიდი თეატრი. რეალურად სიკვდილამდე ჩვენ არავინ არ არის ბედნიერი რა. ბედნიერება იცი რაშია? ბედნიერება არის შენში, როდესაც შენ კმაყოფილი ხარ იმით, რაც გაქვს. თუ კმაყოფილი არ ხარ იმით, რაც გაქვს, თუნდაც ბუნებით, გალობით, ჩიტების ჭიკჭიკით, ვერავინ ვერ გაგაბედნიერებს. თუ საკუთარი თავის გამაბედნიერებელი შენ თვითონ არ ხარ. თუ საკუთარი გარშემო რაცა გაქვს, ის არ გაბედნიერებს და გაღიზიანებს. ადამიანები აშენებენ სახლებს, ანადგურებენ ბუნებას, ყველაფერს რაც ღმერთმა შექმნა. თუ უკეთეს იქნებოდა ჩვენთვის კორპუსების აშენება, ბინების აშენება, ღმერთი ამას გაგაკეთებდა. მაგრამ ღმერთს ეს არ გაუკეთებია. და არც უფლება არ მიუწია, რომ კორპუსები აეშენებინა. სახლებსაც ნუ აშენებთ, თქვა. და ადამიანის იაკობი და ჩვენი მამები მეჯოგები იყვნენ, მეკარბები იყვნენ, კარავში ეძინა და შვენივრად ცხოვრობდნენ. მათ არ აქონდათ პრეტენზია, რომ ბინა აეშენებინათ. როგორც ფსალმებში წერია, ხო აშენებენ და არ იციან ვის დარჩებაო. ვის უგროვებენ საერთოდ, ვის აშენებენ. ვის აშენებენ სახლებს თვითონ მარადიულად აქ უნდა დარჩნენ რა. სულელები რა. სულელები არიან. იცოდა რომ ადამი შესწებოდა და ხელი არ შეუშალა. პირიქით გვერდსაც მისცა უფლება მოეწავნა მათი გონება? ნახე? უფლებას აძლევს გვერდს რომ მოწამლოს ევა. და ამაში ხელს არ უშლის. რა თქმა უნდა, კაცი ყოველთვის გამოვლინებაა, იმიტომ რომ სრული თავისუფლება არის. გველი ცპიერი არის. გვერდს აქვს უფლება თავისი ცპიერება გამოხატოს. ის ყველანაირად მართალი იქნებოდა, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება მას ესე სურს, ის ესეთია. ის ტყუის ამბობს 1% და 99% მართავს. ესეთია გველის სიბრძნე. ბოლომდე სიმართლე შენ არ გიტყვის. იმიტომ რომ ეგ შენზეა დამოკიდებული, შენ დაუჯერე მას თუ არა. შენ ჯერე თუ არა იმ 1% ტყუილის. აი საქმეც ეგ არის, გამიგე ჩვენი პრობლემა ეგ არის. ყველაფერში მივყვებით ლოგიკურად, მაგრამ ის 1% რო ტყუილი, იმ 1% ტყუილს იმდენად ამდენი რამე თუ სიმართლე იყო, ის 1% ტყუილი რატო უნდა იყოს და რატო არ უნდა მჯეროდეს იმ ტყუილის უკვე. ხვდებით ხო ლოგიკა რა არის. ანუ ლოგიკურად მიყვები და ჰოპ რაღაცა ტყუილს გაჯერებს და მეგაჩნია რომ თუ ამდენი რაღაცა სიმართლე თქვა ამ კაცმა იმ 1 ტყუილი რატო უნდა მომატყუოს და იმასაც ენდობი, კაი, ქრისტე არ მოუკლავთ. და იჯერებ, ხო, აი რახან ამდენი რაღაცა სიმართლე წერია, ესეც სიმართლე იქნება. აი რაში ცდება ადამი რაში შეცდა, ევა რაში შეცდა. თუ ყველაფერი ესე სიმართლეს მეუნებაა, რა დარწმუნებულებაა, რომ ამასაც რომ მეუნება, ამაში არ მატყუებს. იმაზე კი არ ფიქრობს უზენა ესმა, რა უთხრა. ჩვენ ადამიანები იმაზე კი არ ფიქრობთ, ბიბლიაში ღმერთმა რა გითხრა. როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ გადავრჩეთ. როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ სიცოცხლის წიგნში ჩაიწეროთ ჩვენი სახელები. ეს საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანებს. ბევრმა არც კი იცის, რომ სიცოცხლის წიგნი არსებობს და რომ რეალურად ადამიანი
აქვე სიცოცხლეშივე იწერება ზეცაში. იმ სიცოცხლის წიგნში. ბევრმა ეგეც არ იცის. და ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. ღმერთი ეძებდა ადამს 64-ში? რას ქვია ეძებდა? ადამ და ევას ასე ეგონათ, რომ ყოვლის მხედრულ ღმერთს დაემალებოდნენ და ხეებს შორის დაემალნენ დაბადების 3 წლის ნახეთ. ღმერთი ეკითხება ადამს, ვინ გითხრათ რომ შიშველი ხართ? ადამს ეუბნება, ვინ გითხრა რომ ღმერთი შიშველი ხარ? ადამ აქამდე არ იცოდა რომ შიშველი იყო. საიდან გაიგო ადამმა რომ შიშველი იყო? გვერდს არ უთქვია ეს. აქამდე არ იცოდა რომ შიშველი იყო. რატო ამოს შიშველი ვარ და დავიმალე? რა ქონდა დასამალი ადამს ღმერთთან? შენ როდი იყო აქამდე? რა მოხდა? არავის არ უთქვია მისთვის რომ შიშველი იყო. იცოდა კი რა იყოს ის შიშველი. თუ კი აქამდე სადადიდო დარწმუნდა. შემდეგ ღმერთი ეკითხება, იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია რომელიც აგიკრძალე? ღმერთი რასაც გიკრძალავს ის სამართლიანი გიკრძალავს, იმიტომ რომ უკეთესად იცის შენთვის რა არის სასიკეთო, იმიტომ რომ მისი ქმნილება ხარ. მას აქვს უფლება გიკრძალოს, რადგანაც მისი ქმნილება ხარ. ჩვენზე უკეთეს ჩვენს ხელს რა სჭირდება, რა უნებს, რა არის სასიკეთო და რა არის სასიკეთო. ამიტომ ამბობ ხოლმე, თუ უზენაესის ნება არის, მე მეყოლება გვერდით მეუღლე, თუ უზენაესის ნება არ არის, მე არ მეყოლება. ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება. თუ სასიკეთოა ჩემთვის მეყოლება, თუ არ არის სასიკეთო, არ მეყოლება. ხომ მივხვდით რა? მივხვდით იმისა, თუ ცოლ-გაშორებული ხარ, საერთოდ არ გაქვს ცოლის მოყვანის უფლება, უზენაესის ჯულიდან გამომდინარე, იმიტომ რომ იქ კურთხევა უკვე პირველ ცოლზე არის. რომელთაც ღმერთი აუღლებს და არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ კავშირს დაარღვევს. არ შეიძლება ცოლ-ქმრის ურთიერთობებში ვინმე მესამე პირის გამოჩენა. ეს უკვე ადამიანების ნაღვდეგობა კი არ არის და ის რაღაცა მორალი და მუშური კანონება, მუშური კი ის კი არ არის. უბრალოდ ღმერთის პრეროგატივას ეწინააღმდება. ღმერთმა დააოჯახა ის. და შენ იქ მესამე პირი ყოფს ხვირს. ეს უკვე ღმერთთან აქვს შენ პრობლემა რა. ადამიანთან არ აქვს. დავითმა ღმერთის წინაშე შეწოდა. იქ ურია ხეთელი საერთოდ არ აინტერესებდა ის. მისი ცოლი აინტერესებდა ისე რომ არც კი აინტერესებდა. კამარი კარგი ყავდა თუ არ ყავდა. იქ ქალმაც ისე აურია ტვინი რომ მოხიბლა რა ეს ხა. გაშიშვა და იმის აივნის წინ ბანაობდა ზუსტად რომ აი მოხდებით რა. დავითი შეცდა ეხა ჩვენ ვინა ვართ. რთულია მეგობრებო, ქალის ბუნება ცოტა ისეთი არის რა ეხა. ქმარი ყავს და მაინც დავითს ეპრანჭება იქ ბანაობს შიშველი რაღაცა. დავითს აივნიდან ანახებს შიშვილს. მაცდულია. ქალის მიერ შემოვიდა ცოტა სამყაროში და ქალის გამოვიხოცები ჩვენ ყველანი. მეგობრებო, ქალი არის უბედურება და აი მარიამმა ზუსტად ეს უბედურება გამოასწორა. როდესაც გვიშვა ჩვენი მაცხოვარი, ხო? ღმერთმა არ იცის რომ ადამმა ჭამა ის ნაყოფი რომ ეკითხება, ის ნაყოფი ხო არ გიჭამია რომელიც ჭამას აგიკრძალეო? რატომ ეკითხება ამას? ის ნაყოფი ხო არ გიჭამია რომელიც აგიკრძალეო? ადამი ევას რატო აბრალებს იმას რაც თავად დააშავა? ევას ჭკუაზე რატო გაიარა ესეც ევას ბრალი იყო? ევა თავადაც კი იმას ჭკვა არ მოეკითხება. იმიტომ შენ ხარ იმისი პატრონი. ქალი კაცისათვის შეიქმნა. და კაცი ქალისათვის. შენ რატო იმცირებ თავს და რატო დადიხარ იმის დონეზე? რომ ქალს დაუჯერე. და მე ქალს აბრალი. ქალის რა ბრალია თუ კაცი არ ვარგა. რატო ვერ გაზარდა ევა? ის ხო დამოკიდებული არ იყო ევაზე. ევა იყო დამოკიდებული ადამიანზე. რატო მიიღო ადამმა ევას ჭკუაზე რატო გაიარა? რატო დააბრალა მე იმას? მას ხო შეეძლო რომ საერთოდ ევას შემოთავაზებულზე უარი თქვა, მაგრამ ადამი მაინც გულწრფელი იყო. ადამი აქ ცის არ წამებს ევას. ადამი ევას არ აბრალებს, მაგ კუთხით არ ამბობს. ანუ ადამი გულწრფელად ამბობს, რომ აი შენ რო ქალი გამიჩინე, მე ყველაფერი კარგად მქონდა მანამდე. აი შენ რო ქალი გამიჩინე, რაღაცები მე შეიქმნა. რის გამოც მე ვეღარ დავთმე. ანუ რის გამოც უარი ხათრი ვეღარ გაუტეხე და უარი ვერ ვთხარი. ადამი ამაში მართა გულწრფელი და აი იმ გულწრფელობას რო ხედავს ღმერთი. არ ასწევს. მართა გულწრფელად თქვა, ის კი არა დააბრალა და წინდასწამა და თავი გაიმართლა. არა, მეგობრებო, ეს ადამიანს თავში არც მოუგულია საერთოდ. უბრალოდ მართა გულწრფელად თქვა, რომ ყველაფერი კარგად იყო ღმერთო, სანამ შენ ქალს შემიქმნი. აქ ქალი შეიქმნა უკვე შემოვიდა საცდური.
მე უფლება არ მქონდა რომ მისთვის უარი მეთქვა ხათრი გამეტეხა და მეწყენინებინა რადგან შეუმთავაზა მე დაუჯერე მას იმიტომ რომ ჩემი მეუღლეა პატივი ვეცი ამ ხრიდან გამომდინარე რომ მინდოდა მასთან ერთად გამეზიარებინა ეს ყველაფერი დავარღვიე კი ეგ ისე და ჩანს რომ დავარღვიე იმიტომ რომ შიშველი ვარ და შენთან ურთიერთობა მეშინია დავიმალე მაგიტო ვიცი რომ მივქარე შენთან იმიტომ შემეშინდა და იმიტომ ვიგზავნე თავი შიშველი გასაგებია მან აღიარა საკუთარი დანაშაული მაგრამ გულწრფელი იყო იმაში ასე თქვა რომ შენმა მოცემულმა დედაკაცმა მას თუნდა შევჭამე მომცა და შევჭამე სიმართლე თქვა მართლა ესე იყო ad ევას რომ არ მიეწოდებინა ადამიანს არასოდეს არ გააკეთებია იმიტომ რომ ხე იქამდეც იყო გაფრთხილება სანამ ევას შეუქმნიდა აი ევა რომ შეიქმნება უკვე პრობლემების წარმოქმნა ანუ ევა არის ჭაობი რომ მიგითრებს რომ იცი მიდი გააკეთე ბროტება რა იობის ცოლი ბახსენდება ხოლმე დაგმღმერთე გადარჩენი ევას ერთ-ერთი იგივე აბრაამის ცოლი სარაც დაწექი იმასთან ნაგართან შვილი არ გეყოლება აბა როდის მოგცემს ღმერთი შვილს ერთ და იგივეა ხალხო ქალი ყველა მართალი ადამიანის ცოლი იგივეა ღმერთს აშორებს და თუ დააკვირდებით აბა კარგად დააკვირდით რა სარას მაგალითად აბრაამთან მიმართებაში ლოტის ცოლის მაგალითიც რომ თავის ბიძას დააშორა ხო ის ბიძას დააშორა ლოტი აბრაამს ცოლის გამო დააშორდა ლოტის ხოთაშორის აბრაამს და ყოველთვის ქალი დამოიცა ევადან წამოვიდა ანუ ქალმა შექმნა პრობლემა ადამი გულწრფელი იყო როდესაც ამბობს რომ კი ქალის გამო გავაკეთე ის მე არ ვაპირებდი მართლა შენს ზეუზნების დარღვევას მაგრამ მე სხვა გზა არ მქონდა მე დაუჯერე ევას ან მე მივიღე გადაწყვეტილება ევას თქვაზე რომ გაიარა ადამმა ესეც ევას ბრალი იყო რა თქმა უნდა არა ადამი ამას აღიარებს და ამბობს რომ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება ანუ შენმა მოცემულმა ქალმა რომელიმაც მომცა და შევჭამე მე ვაღიარებ რომ მას დაუჯერე და არა შენ შენმა მოცემულმა ქალმა დაუჯერე ანუ ჯეროდა რომ შენ შექმნილი ცუც არაფერს გამიკეთებდა და მე მას დაუჯერე თუმცა არ უნდა დამეჯერებინა იმიტომ რომ მაინც ჩემი გადასაწყვეტია მე ვის დაუჯერებ შენ თუ ქალს შენ გაშექმნილ ქალს თუ ქალმა ევამ გელს დაუჯერა მე რატომ უნდა დაუჯერო ევას და არა შემოქმედს რომელი უფრო უკეთესია ჩემთვის შემოქმედი რომელმაც მე ქალი მომცა რომელსაც შეუძლია სხვა ქალიც გამიჩინოს თუ ქალი რომელმაც შემოქმედზე უარი თქვა რომელი უფრო უკეთესია ჩემთვის რა თქმა უნდა შემოქმედი მეგობრებო იმიტომ რომ ევას გაჩენამდე ყველაფერი ნორმალში იყო ევა გაჩნდა შემოვიდა პრობლემა მართლა ესეა რეალობაში ეგრე არის ქალი თუ არ არის პრობლემაც არ არის ქალი შემოვიდა შენ ცხოვრებაში და პრობლემებიც მე იწყება ეს არის მწარე რეალობა არც ერთი ქმარი თავისი ძოლი კმაყოფილი არ არის კაცი კი არ უნდა ემორჩილებოდეს ქალს არამედ ქალი უნდა უჯერებდეს ქმარს რადგან კაცი კი არ შეიქმნა ქალისათვის არამედ ქალი შეიქმნა კაცისათვის კაცის მოწყენის გამო შეიქმნა ქალი ღმერთმა ქალი კაცს ამის გამო გაუჩინა რომ მოწყენა შემოვიდა ანუ მარტოყოფნის არის რაღაცა ჩვენს გულში რომ ქალი გჭირდება ამის შესავსებად ანუ თანა მსგავსი ჩემი ძვალი ხორცთაგანი და ხორცთან ჩემთაგანი როგორც ამას გაუხარდა რომ დაინახა თავისნაირი ეს ძალიან მაგარი რაღაცაა ანუ ქალის პროექტი იდეაში ღმერთის იმიტომ შეუქმნა ღმერთმა ქალი კაცს რომ მთლიანად მორჩილებაში იყოს მორჩილება რა გაგებით ეკუთვნოდეს თავის თავს ან ქმარი არის მისი თავი მის გარეშე ის არ არის ცალკეული პიროვნება არც მეორე პიროვნება იმიტომ რომ ერთმთლიანობა აი ქალი მეორე პიროვნებად რო თვლის თავს ეს არის ძალიან დიდი სისულელი მეგობრებო იმიტომ რომ ის ხო ნაწილია ის კაცის გარეშე ის არ არის ერთმთლიანი ასევე არც კაცი არ არის ქალის გარეშე ერთმთლიანი ეს ხო კაცისგან არის აღებული ქალი მეორე კი არ არის ერთმთლიანი არის მთლიანის ნაწილი კი არ არის ერთმთლიანი არის ხალხო ნეკნისგან არის ანუ ადამიანის ნეკნისგან არის ანუ იგივე ადამიანი ორივეს ადამიანი ეწოდა ორივეს ადამიანი ეწოდა ხალხო რა არაფერი არ არის გასაყოფება უბრალოდ ქალს აქვს ფუნქცია იმიტომ შეიქმნა ადამიანისგან რომ ადამიანი მარტო არ ყოფილიყო და იგივე ადამიანია ქალიც ამიტომ უნდა უჯერებდეს ქმარს იმიტომ რომ მისგან არის აღებული
კაცი კი არ არის ქალისგან აღებული, ქალია კაცისგან აღებული. და მართებს მორჩილება, ანუ დაჯერება, ანუ ხათრის გაწევა, უნდა ქმარს მიყვებოდეს, უჯერებდეს ქმარს. ქმრისთვის უნდა ცხოვრობდეს და ცოცხლობდეს და სუნთქავდეს. მისი სიყვარულისთვის, მისი ცხოვრების გასამფერადუნებლად, ანუ სახში რომ მოვა ქმარი, ცოლმა სიყვარული და სიხარული დაანახოს, ქმარს უხაროდეს სახში ცოლის დანახვა ხალხო. და უხაროდეს სახში მისვლა და არა ის რომ ერთი სულაკ როდეს გაიქცეს რომ ვიღაცა საყვარლებთან წავიდეს. თავისი ავხურცნულის ნები მასთან დაიკმაყოფილოს და არა ის რომ სახში მივიდეს და სიმშვიდე და სიხარული და სიყვარული და ცოლის სითბოში დატკბეს მის მკერდში და ყველაფერი. სიყმის ცოლის მკერდში ჩატკბეს. ეს არის კაცის პრობლემა. გარყვნილ კაცს რაც არ უნდა პატიოსანი ცოლი მისცი, იმ პატიოსანსაც გარყვნილს და უბიძგებს გარყვნილებისკენ. ძალიან ცუდად არის ჩვენი საქმე მეგობრებო. რატომ გადაწყვიტეს მათ რომ ყველაფერი ეს გაიგო უმართებინეთ? რატომ გადაწყვიტეს ადამ და ევამ რომ ადამი დამორჩილებოდა ევას და ევას ებატონა ადამზე? ღმერთის იდეაში, ღმერთის პროექტი ეს არის. ღმერთმა ქალი ადამს იმისოდეს შეუქმნა რომ მას ანუ ის მარტო არ ყოფილიყო. თავი არ იგზნო დაჩაგრული და უფრო უბედურება ანუ იმდენად დაეცა ადამი რომ ქალიჭკوازე დაიწყო სიარული და უზენაეს დაფასება დაავიწყდა ვისგანაც მიეცა ეს ქალი ის დაივიწყა ის თავარი ვისგანაც მიეცა ის და გაყვა ქალს ძალიან ცუდად იქცევა ადამი და საერთოდ ადამიანშიც უკვე ჩვენ მამაკაცები ჩვენს თავს ხედავთ ჩვენც ესე ვართ რატომ ჩათვალა ადამიანმა რომ გველი მის გამჩენზე ბრძენი იყო თუ ყველმა შემოქმედზე უკეთ იცოდა რა იყო სიკვდილი რომ ესე უჯერებდნენ თითქოს ყველმა ღმერთზე უკეთ იცოდა რა დაემართებოდა ადამიანს იმ ნაყოფის ჭამის შემდეგ დაგემშვიდობებით მეგობრებო თუ მოგეწონათ დამილაიქეთ გამოიწერეთ ჩემი არხი და შემდგომში გავაგრძელოთ საინტერესო საუბრები სხვათა შორის ერთი აღიარო დანაშაული და მეორე შეიძულოთ ცოდვა სხვადასხვა რაღაცები. ახსარების ჩაბარება არ არის ცოდვაზე უარის თქმა. ახსარების ჩაბარება არის ცოდვების აღიარება უბრალოდ. და არა ცოდვაზე უარის თქმა. მეორე არის შეიძულოთ ცოდვა. ანუ დანაშაულის აღიარებით ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ ცოდვა შეიძულე. შენ ისევ იგივეს გააკეთებ. ხვდებით ხო ის რაზეც მოსაუბარი თუ სიყვარული შენშია და სიყვარული გიგრძელოს ბოროტებას შენი მოყვანს ის მიმართ რადგანაც ანალოგიურად შენ თავი უნდა დააყენო იმის ადგილას ასევე არ უნდა გაუკეთო სხვა ასეთი რაღაც რაც საკუთარ თავს არ დამართებ არც მუშობა არც ყვილობა არც ხვისი არაფერი არ უნდა ისურვო ეს მცნებები ხო არის იმიტომ დაიწერო ჩვენ ვართ პოტენციური დამღუევები რომ არ ვიყოთ დამღუევები არ იქნებოდა მცნება ჩვენზე განაჩენი გამოტანილი არ ისურვო რა შემჭირდება მე მითითება არ ვისურვო თუ ჩემში ისედაც არ არის სურვილი ცოდვის ჩადენის. იფიქრეთ მეგობრებო, მადლობა მოსმენისათვის. იმედია საინტერესო იყო, საინტერესო თემები შევხედა. აი ესეთი დისკუსიები უნდა იმართებოდეს, მე ვფიქრობ, ადამიანებში. მე ვფიქრობ კი არა აუცილებლად არის, იმიტომ რომ ეს ვერ გაიქცევ ეს ცხოვრებაში ეს კითხვები, ალბათ ყველას დაგებადება და ეს პრობლემები თქვენ ყველას ოჯახებს შეეხება. თქვენ ყველას ცხოვრებაში დადგება ის მომენტი, რომ თქვენ ამ ყველაფერზე იფიქრებთ. ან თუ არ გაქვთ უკვე ნაფიქრი, მაგრამ ვერ გამოდიხართ ამ ჩიხიდან. ვინც მეორე თქმით ოჯახებს. დაკარგულები ხართ, იმიტომ რომ თქვენ არ იცით რა არის ღვთისმსამართლიანობა, თქვენ არ იცნობთ ღმერთს. ღმერთია შენი ოჯახის და ყველაფერი. თუ ღმერთში ხარ, შენ ხარ ოჯახი. შენ თავად ხარ ყველას მამა. როგორც გამჩენი ამბობს, ხო? აბრაამი არის რწმენის მამა. შეხედეთ თქვენს მამას აბრაამს, რწმენის მამას. დროებით ალბათ თქვენ იცით მეგობრებო ნახვამდის.